შეხედეთ ამერიკელები მაგრები არიან რა აი სუიციდ ტიპებზეა გათვალისწინებული რომ უყმარო არ ჩადო იმასაც კი მიგითითებენ იქიდან გამომდინარე რომ ამას მოყრელულ ახმენ სხვანაირ რაღაცას მოველოდი იმიტომ რომ მისტროლ ესეთი კალიბრი ჩეხური და სხვანაირი ის ქონდა ერგონომიკა სხვანაირი შეგრძნებები მქონდა ამას ქონდა ძალიან დაბანასებული შეგრძნება იმიტომ კი არა რომ ამერიკული და ჰაიდაჰოი მაგრამ მოდი თქვათ რომ იმიტომაც რომ ამერიკულია რა და იმიტომაც რომ ძვირი ხის ყველა დეტალი დამზადებულია კარგად მოფიქრებულად ანუ როგორ გითხრათ რა თვითონ ხელი შეხებაც კი ისეთი რაღაცა გამომიმუშავდა ბევრ იარაღს ხელს კიდებ როგორც უალი უჩაშორს ძირან და ფულებს ახურდავენ ესე რო არს დახედოს და ხელი მოკიდოს რომ გეტყვის რომ ყალბი ეს ნამდვილი ფული არ არის ზუსტად ეგრე ჩავმიყავდა კარგ რკინაზე ანუ კარგ დაფარვაზე თუმცა ამაზე შეიძლება მენდოთ შეგიძლიათ არ მენდოთ ეხლა მე პრანჭიაობას და იმას ვარ დავწებ არიქა მეთქი და რაღაც ყველა ვარიანტი იარაღი მომეწონა ძალიან და დიდი სიამოვნებით აი ამ იარაღს ვიქონიებდი მაგრამ ჩემი სიდუხჭირის გამო ეხლა 7000-ს ნაღდი ამაში ვერ გადავიხდი თუმცა რა იცი ცხოვრება გრძელია და შეიძლება ვიშონო კიდევაც ეხლა კიდე რა უნდა აი ამით ხა პრინციპში ამით დავამთავროთ ამ დანიელ დეფეს ის მშვენიერი ძალიან კარგი MK18-ის განხილვა მადლობას მოვახსენებ ვინც ეს იარაღი მოგვიტანა და გვათხოვა ყველა იარაღი არის გამომწერების მონტანილი ერთი იარაღის გარდა რომელიც არის ჩემი დანარჩენი არის სუ გამომწერების და მოგიწოდეთ თუ ვინმეს გაქვთ იარაღი ამოვიდეთ ამ შესანიშნავ ადგილზე ვისწავლოთ ჩავწერო და საქართველოს და ქართულმა ხალხმა იარაღთან დაკავშირებით მეტი ცოდნა მივიღოთ ამით გამოგემშვიდობებით კარგად